მერვე ნაბიჯი. შევადგინეთ ყველა იმ ხალხის სია, ვისაც მივაყენეთ ზიანი და აღვივსეთ სურვილით აგვენაზღაურებინა მათთვის დანაკარგი. წინა 7 ნაბიჯი იყო საკუთარ თავში ჩახედვის გზით ჩვენი ეგოცენტრული დამოკიდებულებებისა და ქმედებების შეცვლის პროცესი. ახლა კი დადგა დრო აღვადგინოთ წარსულში ჩვენს მიერ მიყენებული ზიანი, შესაბამისი ანაზღაურების გაწევით. მერვე ნაბიჯი გვეხმარება ჩვენი პირადი ურთიერთობების აღდგენაში და გამოვყავართ განცალკევებულობის განცდისგან. მისი დახმარებით შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ წარსულზე, რათა განთავისუფლდეთ ძველი ტკივილებისგან. წარსულის გაშვებას განკურნება მოაქვს და გვაძლევს შესაძლებლობას ვიცხოვროთ საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიაში. შევადგინეთ ყველა იმ ხალხის სია, ვისაც მივაყენეთ ზიანი. როდესაც მეოთხე და მეხუთე ნაბიჯები გავიარეთ, გამოვავლინეთ ზოგიერთი არასწორი საქციელი, რაც სხვების მიმართ წარსულში ჩაგვიდენია. მერვე ნაბიჯის დროს ვუბრუნდებით ჩვენს მიერ შედგენილი მეოთხე ნაბიჯის ინვენტარიზაციას, რათა დავინახოთ ვისთან გვჭირდება ურთიერთობის გამოსწორება ცხოვრებაში. აღნიშნული ინვენტარიზაციიდან ვიწყებთ იმ ადამიანების სიის შედგენას, რომელთაც ზიანი მივაყენეთ. ვუღრმავდებით რა ჩვენს განვლილ ცხოვრებას ხვდებით სად ვიყავით დამნაშავენი. გადავხედავთ ჩვენს ცხოვრებას შორეულ წარსულამდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ვცდილობთ დავინახოთ თუ ვის მივაყენეთ ზიანი და რა გზებით გამოვლინდა ჩვენი ეს ქმედებები. სია ფურცელზე გადმოგვაქვს, რათა ვაჩვენოთ, რომ სერიოზულად ვუდგებით ამ ნაბიჯის შესრულებას. ის შესაძლოა აერთიანებდეს ჩვენს ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს, საჯარო ურთიერთობებს და საქმიან პარტნიორებს. შესაძლებელია ასევე სამუშაო ადგილების, მაღაზიების, ბიზნესების, სხვადასხვა ორგანიზაციების სიის შედგენა, სადაც რაიმე მოგვიპაროს ან დაგვიზიანებია. შიში და სიამაყე ხშირად გვაიძულებს, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ ნაბიჯს და ამან სრულყოფილი სიის შედგენაში შეიძლება შეგვიშალოს ხელი. თუ ასეთი შემთხვევა მოხდა, მუშაობთ გამოვლენილ ხასიათის დეფექტებზე. მეექვსე და მეშვიდე ნაბიჯების საშუალებით. ახლა ჩვენ გულმოდგინეთ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. რადგან ხვდებით, რომ რაც უფრო იზრდება ცნობიერების და გულწრფელობის დონე ჩვენში, მით მეტად გვიჩნდება უნარი იმ ადამიანების სახელების დამატების სიაში, რომლებიც აქამდე არ მოგვსვლია თავში. თუ ჩვენს მიერ ინვენტარიზაციის დროს შედგენილი სია თითქმის ყველა ჩვენს ნაცნობ ადამიანს მოიცავს, საჭიროა ხელახლა გადავხედოთ მას. ზოგიერთი ჩვენგანი შესაძლოა უეჭველად ვიყავით დესპოტური, ბრძანებლური, აგრესიული ან სარკასტული, რის გამოც შესაძლებელია მართლაც ბევრ ადამიანს ვავნეთ. მეორეს მხრივ, ჩვენი ეგოცენტრულობა და მიდრეკილება რწმენისკენ, რომ სამყარო ჩვენს ირგვლივ ბრუნავს, ზოგჯერ გვაიძულებს სიაში იმ ადამიანების შეყვანას, ვისთანაც რეალურად არც მომხდარა რაიმე სერიოზული. უბრალოდ ვაზვიადებთ ჩვენს მიერ წარმოთქმული უმცირესი სიტყვის ან განხორციელებული ქმედების მნიშვნელობას. სინამდვილეში ზოგიერთმა ადამიანმა, ვისთანაც შესაძლოა ბოდიშის მოხდას ვეცდებით, არც კი იცოდეს რაზე ვსაუბრობთ. თუმცა ამას საბაბად არ ვიყენებთ, რომ ჩვენს მიერ შედგენილი სია შევამოკლოთ. თუ ეჭვი გვეპარება, წერთ ყველა იმ ადამიანის სახელს, ვიზეც ვფიქრობთ, რომ დავაზარალეთ და შემდეგ, როდესაც ზიანის ანაზღაურების დრო მოვა, ამ სიას მიუკერძოებელი ადამიანის დახმარებით გადავხედავთ. ბევრმა ჩვენგანმა გააცნობიერა, რომ ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტად დაგვაზიანა, ეს თავად ჩვენ ვართ და ამიტომ აუცილებელია საკუთარი თავის შეყვანა ინვენტარიზაციის სიაში. შესაძლოა საკუთარ თავს ვავნეთ იმით, რომ ვადანაშაულებდით იმ მოვლენების გამო, რაც ჩვენს კონტროლს მიღმა იყო, ან ზედმეტად მკაცრად გამსჭიდით საკუთარ თავს. თუ გსურს ადამიანები მივიღოთ და ვაპატიოთ მათ, პირველ რიგში საკუთარი თავის მიღება და პატიება გვმართებს. მოვიპოვეთ მზადყოფნა. როცა ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა ვალდებული ვიყოთ ავანაზღაუროთ სხვების მიყენებული ზიანი, ბევრ ჩვენგანს პირველი შეგრძნებები, რაც გვიჩნდება, არის ურწმუნობა, ბრაზი ან შიში. შიში გვაიძულებს არ გვინდოდეს ძველი ჭრილობების გახსნა და სხვებისთვის ჩვენი გადაცნობების შესახებ შეხსენება იმ იმედით, რომ ისინი შესაძლოა უკვე დავიწყებული ჰქონდეთ. ჩვენი ეგო შესაძლოა გვიმტკიცებდეს, რომ შეუმცდარნი ვართ და არავითარი დანაშაული არ მიგვიწვის. ვამართლებთ საკუთარ თავს, რომ თუ სხვებს ვავნეთ, ეს მათი ბრალი იყო. საჭირო ავირიდოთ ასეთი ფიქრები, რათა არ ავწდეთ ამ ნაბიჯზე მუშაობის პროცესს. მერვე ნაბიჯი იმის შესახებაა, თუ ვის მივაყენეთ უშუალოდ ჩვენ ზიანი და არა იმაზე, თუ ვინ გვავნო. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი წარსული ქმედებების გადახედვის ნაცვლად დავიწყებთ აკვიატებულ ფიქრს იმაზე, თუ ვინ დაგვაზიანა ჩვენ, გამოჯამრთელება ვერ მოხდება. არ ვადანაშაულებთ სხვებს,
ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებასა და ქმედებებზე. ასევე არ ვამართლებთ ჩვენს წარსულ შეცდომებს იმ მოსაზრებით, რომ ავად ვიყავით. მხოლოდ საკუთარი წილი პასუხისმგებლობის აღებით და ზიანის გამოსწორებით შევძლებთ წარსულის უკან მოტოვებას. ჩვენი ყველა პირადი ურთიერთობების მშვიდი, გააზრებული განხილვით მოვიპოვებთ საკუთარი თავის შეცნობას და გავაცნობიერებთ ჩვენივე ხასიათის ნაკლოვანებების ჭეშმარიტ ბუნებას. ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება იმის დანახვა, თუ რა ცვლილებები გვჭირდება. როდესაც ჩვენი ცნობიერება იზრდება, ხვდებით, რომ ზიანის ანაზღაურების პროცესი უფრო მეტად ჩვენი თავისთვის არის მნიშვნელოვანი, ვიდრე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამას ვუკეთებთ. ვერ შევძლებთ მივახციოთ საკუთარი ქცევების შედეგის მომცემ ცვლილებას მანამ, სანამ წარსულს არ გადავხედავთ და არ განვიხილავთ, თუ სად არის საჭირო ჩვენს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუ გვინდა საკუთარი ცხოვრების გარდაქმნა და გამოჯანმრთელება, მზად უნდა ვიყოთ, მოვიშოროთ წარსულიდან რაც შეიძლება მეტი ნანგრევი. ჩვენ გვსურს სიყვარულით სავსე, ჯანსაღი ურთიერთობები. ამიტომ უნდა დავიწყოთ იმუნარების გამომუშავება, რომლებიც ასეთ ურთიერთობებს განავითარებს. როდესაც დავასრულებთ ჩვენი ინვენტარიზაციის სიის შედგენას, კიდევ ერთხელ გადავხედავთ მას და შევეცდებით გამოვერკვეთ. მზად ვართ თუ არა ზიანი ავუნაზღაუროთ ყველა ადამიანს, ვინც სიაშია. ხშირად ხდება, რომ მზადყოფნა არ აღმოგვაჩნდება. თუ სიაში არიან ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია გულწრფელად აუნაზღაუროთ ზარალი, არ ვაყოვნებთ და გადავდივართ მე-9 ნაბიჯის შესრულებაზე. მათთან მიმართებით კი, ვისთანაც შერიგებისთვის ჯერ კიდევ არ ვართ მზად, ვაგრძელებთ მზადყოფნის მოპოვებაზე მუშაობას. ვთხოვთ დახმარებას ჩვენს უმაღლეს ძალას. განვიხილავთ აღნიშნული სიტუაციის შესახებ ჩვენს გრძნობებს სხვებთან და ვაგრძელებთ პროგრამაზე მუშაობას. ეს ნაბიჯი რომ წარმატებული იყოს, გვჭირდება მზადყოფნის მოპოვება ჩვენი ქცევის შეცვლისთვის. ნამდვილი ანაზღაურება გულისხმობს იმას, რომ ვცვლით ჩვენი ქცევის ფორმას სხვების მიმართ. თუ არ ვაპატიებთ სხვებს და არ მივიღებთ მათ ისეთებად, როგორებიც არიან, ვერ შევძლებთ ზარალის ანაზღაურებას ღირსებით, საკუთარი თავის პატივისცემით და მორჩილებით. მე-9 ნაბიჯში ჩვენ მივდივართ სხვებთან, რათა გამოვასწოროთ ჩვენს მიერ მიყენებული ზიანი. ამიტომ ამ ნაბიჯში პირველ რიგში საჭიროა ვაპატიოთ მათ. ჩვენი მზადყოფნა იზრდება, როცა ვაცნობიერებთ, რომ ყველა არ არის ვალდებული ჩვენი შეხედულებები გაიზიაროს. ხვდებით რა სხვების მიმართ უფრო მიმღებელნი, შემწყნარებელნი და შესაბამისად ნაკლებად მკაცრნი და გამსჯელნი ჩვენში ზიანის ანაზღაურების სურვილი და მზადყოფნაც მატულობს. შესაძლოა ემოციური ჭრილობები კვლავ გაგვეხსნას იმ ზიანის ანაზღაურებაზე ფიქრის დროს, რომლის აღსრულებაც გვმართებს. ეს კარგიცაა, რადგან თუ ეს გრძნობები ჩვენს გონებაში ღრმად ჩამალული დარჩება, ხელს შეუშლის გამოჯანმრთელების პროცესს. მნიშვნელოვანია ხელი გაუშვათ ამ ტკინველ მოგონებებს და მათთან დაკავშირებულ გარემოებებს. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით შევწყვეტთ საკუთარი თავის დადანაშაულების და დასჯის მცდელობებს. სხვებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით კი ვიბრუნებთ მთლიანობას, პატიოსნებას, გულწრფელობას და საკუთარი ღირებულებების განცდას. მერვე ნაბიჯში თვალს გავუსწორებთ ჩვენს ქცევებთან დაკავშირებულ სიმართლეს. მზადყოფნა, გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები იზრდება, როდესაც ვრწმუნდებით, რომ ჩვენი ზრდა და შინაგანი სიმშვიდე დამოკიდებულია სხვა ადამიანების მიტევებასა და ძველი ტკივილების გაშვებაზე, მათგან განთავისუფლებაზე. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ მე-9 ნაბიჯზე და შევუდგეთ ჩვენ მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას.